გამარჯობათ მეგობრებო. დღევანდელი დღის თემა არის დეზინფორმაცია. დეზინფორმაციაზე არ ვიცი საჭირო არის ჩემთვის მიკროფონი თუ არა, იმიტომ რომ ცოტა ბობოხი ხმაგი მაქვს, მაგრამ თუ გესმით ჩემი ხმა კარგად. კარგით, ბაჩინ, მეცად დროშას არ დავარჯზე რაც თავია. ოპა! ამა გამიძლო. გამარჯობათ მეგობრებო, ცოტა გაგასნობ ჩემ თავს. მე ვარ აკაკი მაკაცარია. ესე ხელოვნების მოყვარული და ხელოვანი, ყველა სფეროში და ყველა სტილის ხელოვნებაში ცოტა რაღაცა გამიკეთებია, მაგრამ თავარი მისია, ესე ჩემი აღებული არის, რომ მინდა ქართული ცნობიერება და ქართული კულტურა გამოვაცოცხლო, იმიტომ რომ გონია, რომ საბჭოთა კავშირის მერე, მანამდე რუსული იმპერიის მერე და ზოგადად ბევრი სირთულეების მერე დაიკარგა ის ქართული იდენტობა, რასაც საუკუნეების განმავლობაში მოვყავდი დღევანდელობამდე. და სამწუხაროდ დღესდღეობით ქართული იდენტობა გახდა დეზინფორმაციის ერთ-ერთი იარაღი, რითიც ცდილობენ ეს ჩვენი პროპაგანდის ძალები ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენონ, რომ აი მაგალითად ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ესე აბჯერ ასხმული და ომახიანად მოვდივარ ყოველ დღე ფაქტიურად, არის რომ ჩვენ მიტინგზე ვინც გამოდივარ გვეძახიან უსამშობლოებს, ხალხს ვისაც საქართველოს არ უყვართ, დანგრევა უნდათ, ომი უნდათ, განადგურება უნდათ, ბოროტებს გვეძახიან ერის მტრებს და ამისთვის მე ადამიანი როგორ? სადარ მეგობრებო. კი ბატონო. ასუნა დავაჭირო უბრალოდ ამის არ ვიცი? აი, ეს იყოს გულზე, ესე. ისმის ჩემი ხმა. კარგით, მაშინ გავაგრძელებ რომ ასე დღესდღეობით ის იდეა მე ეს ქართული იდენტობა და იდეა რისთვისაც ვიბრძვი რომ გავაცოცხლო ყველანაირი ჩემი შემოქმედებით კი მხატვრობა, ფილმის გადაღება, ვიდეო საგანმანათლებლო ვიდეოებს ვიღებ მე ხშირად და ბოლო პერიოდში ძალიან დეპრესია მემართება იმის გამო რომ ამ იდეას ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ რომ ვითომ ქართული ოცნება რომელიც აქამდე ხან ერთი იდეისკენ იყო ხან მეორე იდეისკენ საერთოდ იდეა არ გააჩნიათ მაგრამ დღეს ბოლო რაღაცა რამოდენიმე წელია იბრალებენ თავიანთ თავზე რომ ვითომ რაღაც ქართულ იდეას იცავენ, ქრისტიანობას იცავენ, ღირსებას იცავენ, რომელიცაც მე ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ რომ ჩვენ ვართ ვიღაცა უღირსო ქვეყნის დამანგრეველი ძალა, რაც ჩვენთვის ძალიან არასწორი არის და ამიტომ გამოვდივარ და ანუ პერფორმანსი იქნება თუ რაღაცა სეკვა თამაში, ამით ვცდილობ რომ რაღაცა პოზიტივი შემოვიტანო და ვხედავ დღესდღეობით ძალიან გამიხარდა რომ აი ბევრი სხვადასხვა ფორმით, აი მეგრელების მარშზე ხორუმი რომ მოაწყვეს, ასეთი სხვადასხვა ისტორიკოსების გამოსვლაზე გამოვედი მე პირველად სრულიად აღკაზმული და მაგ დღეიდან მივყვები ქართულ პროტესტის ამ უნიკალურ ფორმას. სოფლიოში ესეთი უნიკალური ფორმის სტილის მიტინგი და პროტესტი მართლა არ ჩაატარებულა, სადაც აი მართლა იმის რისთვისაც ვჯერა რომ იდენტობა და იდეა ქართული სულისკვეთება გამოცოცხლდეს, აი დღესდღეობით ხედავთ როგორ ცოცხლდება, მაგრამ მაინც ცდილობენ ჩვენ გაშავებას და გაუბედურებას და დეზინფორმაცია ზოგადად მე უნივერსიტეტში სპეციალურად ავირჩიე ეს რამოდენიმე კლასი ამ დეზინფორმაციაზე, რომ კარგად გამიაზრებინა, იმიტომ რომ ეს წლების მანძილზე ვამჩნევდი როგორი პოპულარული გახდა დეზინფორმაციის კამპანიები, გაშავების მეთოდები, ინტერნეტის გამოყენება და მასმედიის გამოყენება, რომ სიმართლე და ტყუილის ეს იდეა მთლიანად ჩამოშალონ და ამ გაუგებრობაში თავისი იდეები დააშენონ და ადამიანების წინააღმდეგ რადიკალიზაცია გამოიწვიონ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი რუსეთი, რასაც იყენებს. რუსეთი არის საბჭოთა კავშირის დროიდან KGB იყო ნომერ პირველი დეზინფორმაცია და ხალხის გადამტერებაში და ეს ტექნიკები ძალიან კარგად მოარგეს დღევანდელ ინტერნეტ სფეროს, სადაც არა მარტო საქართველოში ხდება. დღეს საქართველოში რასაც გრძნობ და განვისით, უბრალოდ ძლიერად მომართული ტექნიკები არის, რაც მთელ მსოფლიოში ხდება. რუსეთი იყენებს ამ იგივე ტაქტიკებს ამერიკის წინააღმდეგაც, ევროპის წინააღმდეგაც, მთელ მსოფლიოში. ევროპაში ახალი ტალღა მოდის ამ რადიკალ კონსერვატორ მემარცხენე პოლიტიკურ პარტიებს, როგორც არის ქართული ოცნება, სოციალისტური, მაგრამ კონსერვატიული. ეს არის საბჭოთა კავშირის ნოსტალგიური ფორმა, რომ აი საბჭოთა კავშირი კი კაი იყო, მაგრამ აი ქრისტიანობა რო ჩაგრავდნენ ეს ყველაფერი დავივიწყოთ და აი რო ჩამოვიდა რა ქვია იმ დებილს, გავრილოვი რო ჩამოვიდა
ქრისტიან კომუნისტა აი რამხელა აბსურდია ხო ქრისტიანობა და კომუნიზმი ამ დროს კომუნიზმს ანგრევდნენ კომუნისტები ანგრევდნენ ქრისტიანულ ტაძრებს ციხეში იჭერდნენ ხალხი ეკლესიაში ვინც მიდიოდა აი ეგერ ჩვენ წინ ეკლესია დგას ვინც მიდიოდა შპიონები იწერდნენ ყველა სახელს რომ მე დაეშანტაჟირებინა და ეხლა გამოდის და ჩვენ ვართ ქრისტიან კომუნისტებიო აი ეს რა დონის აბსურდული ფორმა არის ეს კონსერვატიზმის იმიტომ რომ მე ჭეშმარიტი კონსერვატიზმის თუ რაღაცის შენარჩუნება და კულტურის შენარჩუნება გინდა მე დიდი მომხრე ვარ კაცო კონსერვატორს თავს ვერ აღიქვა იმიტომ რომ კონსერვაცია მე არ მინდა მე მინდა გამოცოცხლება და იმ გამოცოცხლებულზე დაშენება მაგრამ ბევრს გონია ახლის გაკეთება და დაშენება აშინებს ახალი რა ბუნებრივი არის რომ ახალი შენთვის უცხო განსაკუთრებით ასაკში რო შედიხარ უფრო მიიწევ კონსერვატორისკენ იმიტომ კი არა რომ რაღაცა ჭეშმარიტების შენარჩუნება გინდა იმიტომ რომ ახალი სამყარო შენთვის უცხო არის და გინდა ჩაებღაუჭო იმ ძველს და ამას იყენებს ძალიან კარგად პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთი რომ აი ნახეთ როგორი გაუგებარი როგორი რთული როგორი საშიში არის ეს დღევანდელი თანამედროვე 21 საუკუნე სადაც ევროპული გარყვნილება LGBT-ები და აი თავისუფლებამ რა მოიტანა ვის უნდა ესეთი თავისუფლება აი ამით აშავებენ რომ რა თქმა უნდა მსოფლიოში ძალიან ბევრი პრობლემები არის ევროპაშიც პრობლემა არის ამერიკაშიც პრობლემა არის ძალიან რომანტიულადაც არც მაგათ არ უნდა შევხედოთ მაგრამ ის იდეალები აგერ თავზე მადგას ორი ბუმბერაზი კაცი რომ ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი ორივემ შემოიტანა საქართველოში ლიბერალური იდეა სადაც ადამიანი არის ერთმანეთის სტოლი თავადი იყოს თუ გლეხი თუ არა აქვს მნიშვნელობა რა წარმომავლობის ყველა ვართ ერთი ქვეყნის შვილები და ამ იდეას დღეს გვეძახიან ფაშისტებს ლიბერალურ ფაშიზმს აი ეს არის აბსურდული ტიპის დეზინფორმაცია რომ სიმართლეს აზრიც არ აქვს ანუ აღარ უკვირდება ყველა მივიცით რომ იტყუებიან აი რუსული ტიპის პროპაგანდა არის სადაც მე ვიცი რომ იტყუები შენც იცი რომ იტყუები მაგრამ მე მაინც იტყუები და მე მაინც ამას იმხელა თავდაჯერებით ვამბობ რომ ვიღაცა მაინც დაიჯერებს და ხშირად დაჯერებაც არ არის მნიშვნელოვანი თავარი არის რომ ეჭვი შეიტანო აი ხშირად შუაში ვინც არის არც ის არ მინდა არც ეს არ მინდა არ ვიცი რა გავაკეთო ესენი არიან გაუგებრობაში რომ აუ იქიდანაც ცუდი მესმის აქედანაც ცუდი მესმის არ ვიცი საწავიდე ესეც მოგება არის დეზინფორმაცია გაიმარჯვა მან შენ თუ აღარ იცი საწახვი და შენ თუ დაბნეული ხარ და შენ თუ გაჭედილი ხარ შენ ისევე სისტემას არგებ ხო შენ თუ ჩუმადა ხარ და არ იცი რა გააკეთო შენ ისევე არგებ სისტემას რომელიც თავისას გააგრძელებს ამიტომ მე მივმართავ დეზინფორმაციის საწინააღმდეგო ამ ფორმას საითაც ვცდილობ რომ ვიყო მაქსიმალურად გულწრფელი შეიძლება ადამიანი ვერ დავარწმუნო ჩემი სიტყვებით მაგრამ ისე ვილაპარაკებ რომ აი შევეცდები მაქსიმალურად ვიყო სანდო ადამიანი ისეთი რომ ძალით არ მოგატყუებს ძალით არ გაგიფუჭებს საქმეს და აი მართლა ვცდილობ ამ დეზინფორმაციას და ამ ტყუილებს სიკეთით და ამ აი ჭეშმარიტი ქრისტიანული ფასეულობები რაც არის და რასაც მე ვაფასებ მაგით ვებრძოლ რომ აი ვიღაცა რომ შეგაგინებს ვიღაცა რომ დაგამცირებს და ვიღაცა რომ შენთვის სუდის გაკეთება უნდა ის იმისთვის გეჩალიჩება რომ შენს გამოგიწიოს ამ ორთაბრძოლაში შენს ლანძღვაგინებაში გადახვიდე შენს სუდის გაკეთებაში გადახვიდე და შენს დაგიყვანოს მის დონემდე და მერე უცბად მე აქ მოდის დეზინფორმაცია კამერას მოგაშორებენ შენ ის რო გაგინებ და აღარ ჩანს და მერე შენ გაბრაზებული სახე ჩანს რომ აი როგორი უზრდელები და როგორი გამწარებულები არიან ეს აქითა მხარე აი დეზინფორმაცია ძალიან რთული არის ებრძოლა იმიტომ რომ სიმართლით აი მარტო ფაქტებით ვერ მოერევი იმიტომ რომ ის 10 ტყუილს იტყვის და სანამ შენ თითოეულ ტყუილთან ჩამოივლი რომ ეს არასწორია ის არასწორია ახსენი რატომ არის არასწორი სანამ შენ ერთ ტყუილს გამართლებ და გაასწორებ ის კიდე 100 დაუმატებს ამიტომ აი ესეთ პროპაგანდასთან და ესეთ სისტემასთან ბრძოლა ძალიან რთული არის და ერთადერთი მე რაც ვიცი არის გულწრფელობა. გულწრფელობა ის რომ შეიძლება მე არ მეთანხმები, შეიძლება მე ვწდები, მაგრამ ჩემ პიროვნებაში არ შეგეპარება ეჭი რომ მე შენთვის სუდი არ მინდა და მე შენთვის მტრად და ბოროტად არ აღაგიქვა რა. მაგრამ ეს ძალიან რთული არის. ვიღაცა რომ გირტყავს და გაგინებს და შენ რომ ზდილობიანად იღებ ამ დარტყმებს და ზდილობიანად
კი მირტყავ, მაგრამ მაინც მიყვარხარ. კი სახეში ლოყაში გამარტყი, მაგრამ აი მეორე ლოყას გაჩვენებ. აი ძალიან რთული არის ამ ფორმის დეზინფორმაციას ესე ებრძოლა, მაგრამ სხვა მეთოდები სამწუხაროდ არ არსებობს. დეზინფორმაციით თუ გაეცი პასუხი, საერთოდ აირევა და შენი დისკრედიტაცია მოხდება, უკაცრავად ცოტა ამებნა ენა. და აი ძალიან რთული არის, მაგრამ მაინც მიმაჩნია, აი დღეს რასაც ვაკეთებ, ამ ჩოხით გამოსვლები იქნება თუ ეს სეკვა თამაში იქნება თუ ეს ყველაფერი დეზინფორმაციას ებრძვით, იმიტომ რომ დეზინფორმაცია აქამდე იყო, რომ ჩვენ ვართ მოძალადეები. ხო და მოძალადეები და ქვეყნის დამონგრეველები თუ ვართ, სეკვა თამაშით რო გამოვდივართ, ეს ამ იდეას ხო ეწინააღმდეგება, მაშინ გამოგიყვანენ როგორც სულელები, დებილები, მაგრამ ამდენს უცბად გამოივლის ისტორიკოსთა მარში იქნება, რაღაცა მწერალთა მარში იქნება, ხელოვანთა მარში იქნება. ამ ფორმით შეგვიძლია აი გულწრფელობით შეგვიძლია მარტო ვეომოთ აფერისტებს და მოძალადეებს და ხალხს, რომელსაც ყველაფერზე წამსვლელი არის. რა თქმა უნდა, ძალიან რთული ბრძოლა არის, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი ესეთ აგრესიას, რომ მოდის ადამიანი, რამდენი დღე იყო ჯალათები მოდიოდნენ, გაზს გასხავენ, მეებს გესრიან, აქვეა, ყუმბარებს გესრიან, წამლავენ, წყალს გესრიან და შენ არ დაუბრუნო სიტყვა, შენ რაღაცა ცუდი სიტყვა არ უთქვა, შენ რაღაცა მაშხალა არ ესროლა, მაგრამ ის ყველაფერი, ის ძალადობა დარჩება კადრის მიღმა, მაგრამ აი შენ რო პოლიციელი 10 კაცი რო გირტყავდა და ერთს რო ცუდი სიტყვა უთხარი, აი მაგაზე ჩაქსვავენ ციხეში. ის რო გირტყავს ის შეიძლება, მაგრამ აი შენ პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენე. წიხლებს რო გირტყავდა, შენ რო ფუი შენო უთხარი, მაგის გამო წაგიყვანენ ციხეში. და აი ესეთ მდგომარეობაში ვარ. ძალიან რთული არის. მართლა აი რაღაცა წმინდანები რო თავს გაწირავდნენ ყველანაირი ბოროტების წინააღმდეგ, აი ეგეთ მდგომარეობაში გვიწევს სამწუხაროდ ყოფნა, სადაც ყველანაირი ძალით, ყველანაირი აგრესიით და ყველანაირი ბოროტებით მოდის ერთი მხარე და შენ ვალდებული ხარ ყველანაირად იყო კეთილი, იყო ზრდილობიანი, იყო გამგები და აი ძალიან დამთგუნავი არის, რა თქმა უნდა, მეც აი სულ მინდა რომ აი რომ გამწარდები ერთი თქვენიც რაღაცა, მაგრამ აი ეგ რო გავაკეთო, ყველაფერი აქამდე რაც კარგი მექნება გაკეთებული, ეს ყველაფერი წავა უკანა ფონზე, კამერა მიეშვირება ამ ჩემ ერთ სიტყვას და ყველა პროპაგანდის მანქანა დაატრიელებს ამას და მე აღარ ვიქნები ადამიანი ხელოვანი, რომელიც ცდილობს რაღაცა ქართულ კულტურაზე იზრუნოს, გააცოცხლოს დავიწყებული, არსებული შემოინახოს. არა, მე ვიქნები აბჯრიანი გიჟი, რომელიც აგინებს პოლიციელს და მაგით დამთავრდება მთელი ჩემი დისკრედიტაცია მოხდება ამით. და რა ვიცი ახლა თქვენი კითხვები თუ გაქვთ ან რაღაცა სხვა თემაზე თუ გინდათ ჩამეკითხო, ძალიან მადლობელი ვიქნები. გისმენთ? როგორ? ტროლებთან ბრძოლა, აგერ რაინდი კაცი ტროლებთან მეომარი გახლავართ. ძალიან რთული საქმე არის ტროლებთან ბრძოლა, მაგრამ აუცილებელი. აი ტროლებთან მაგალითად მე მაქვს ჩემი Facebook გვერდიც, Twitter-იც მაქვს, Instagram-იც მაქვს, ყველა პლატფორმაზე, მაგრამ განსაკუთრებით TikTok-ზე ძალიან დიდი რაოდენობით ტროლები შემომესევიან ხოლმე და ჩემი ვიდეოების კომენტარებში 90% არის ლანძღვა და გინება. ლანძღვა და გინება ძირითადად მოდის ამ ტროლებისგან, რომელსაც მარტივი არის რომ მიხვდე ვინ არის ტროლი. გადადით მაგათ გვერდზე, დააკლიკეთ, ნახავთ რომ არაფერი თვითონ არ დაუპოსტიათ, არის 1-2 გაზიარებული, სახელიც არ აქვს, სურათიც არ აქვს. ესენი არიან ხელოვნურად შექმნილები და ყველაზე კარგი მეთოდი არის რომ ესენი უნდა წაშალო. მე სპეციალურად არ ვშლი მაგათ, იმიტომ რომ მინდა ვაჩვენო რომ წესიერი ადამიანი, რომელიც სკროლვისაც შეხვდება ჩემ ვიდეოს, რაღაც ჯერ აბჯარი დააინტერესებს ვინ არის ეს გიჟიკაციო, მერე შეიძლება მომისმინოს 1-2 სიტყვაზე და მერე შეიძლება მოეწონოს, არ მოეწონოს, მაგრამ რო გადავადა კომენტარებში რომ ნახავს რომ რაღაცა ჩერჩეტა გიჟ ვიღაცა რაინც რომ ასე კეთილი გულით რო გამოდის და ყველა მიყვარხართო რო ამბობს და ყველა რო აგინებს და ყველა წინაპარს და ყველა ნათესავს და ყველას რო მოიკითხავს კეთილებიან ცუდებიანად, ეგ მაგასო წაიკითხავს წესიერი ადამიანს, ხო ექნება მაგაზე ის რეაქცია რომ ფუ მე რატო უნდა ვიყო ამ უზრდელი ტროლის მხარეს, რომელიც ვითომ მე არ ვეთანხმები ამას, მაგრამ ეს ტროლი ხომ მეთანხმება, მაგრამ ესეთი ბოროტისკენ რატო უნდა ვიყო? ამიტომ სპეციალურად ვტოვებ, მაგრამ ჯობია ყოველთვის ესეთი წაშალოთ ხოლმე თქვენი სივრციდან, მაგრამ
თუ შეხვალთ პოლემიკაში და თუ შეხვალთ კამაში ან თუ ნახავთ რომ ეს ნამდვილი ადამიანია ტროლებთან აზრიც არ აქვს პასუხის გაცემა მაგრამ თუ ნახეთ რომ ეს ნამდვილი ადამიანი არის აი ახლა ვიწერდი ზუსტად ამ თემაზე ვიდეოს რომ ძალიან ბევრი ვინც მაგინებს ძირითადი ნაწილი კი ტროლები არ მაგრამ ბევრი არის ვითომ კონსერვატორი ვითომ ქრისტიანი ვითომ მორწმუნე ადამიანი რომელიც მე გადმოდის ჩემ გვერდზე და აი ყველანაირ წყევლაკრულას ჩემს ხარეს გამოუშვებს ესეთ ადამიანს რომელიც ვითომ პირჯვარს გადაიწერს და მე გვერდი დაიფურთხება ესეთ ადამიანებით სამწუხაროდ სავსე არის ქვეყანა და ისევე რთული არის მაგათთან ბრძოლა მაგრამ მაინც აუცილებელი არის ჩემი გადმოსახედიდან რომ ისევე ზრდილობი და ისევე სიყვარულით მიმართო მაგ ადამიანს და უთხრა რომ აი ერთი ინტერაქცია მქონდა ესეთი რომ ვიღაცა სურათი აქვს მამაოს გვერდით არის ეს კაცი და აი რაღაცა რა ისეთო ესეთო მაგინა და მე მივწერე ერთი რომ ღმერთმა შეგინდოს თქო ესეთი შენი გამოსვლა თქო და მე ნუ დაიწყე რომ აიცი რა კაი რაღაცა შეიძლება ზედმეტი მომივიდა მაგრამ მაინც შენ არასწორი ხარ და რაღაცა იმ ესეთ ადამიანთან გინებაში და ლანძღვა და კრულაში თუ გადახვალ ის მოიგებს და შენს ტროლი გახდები ტროლებთან ბრძოლაში ტროლად გადაიქცევი ამიტომ ისევე ძალიან რთული არის რა თქმა უნდა ახლა ემოციურად როგორი დათქმელი არის 24 საათის განმავლობაში სულ გინება და შეურაცხყოფა რომ მოგდის მაგრამ ეგ არის მნიშვნელოვანი რომ თუ არ გინდა შენ სივრცეში უნდა წაშალო მაგრამ თუ გინდა პოლემიკაში შეხვიდე მაინც აუცილებელი არის დაიჭირო მორალური მაღალი მდგომარეობა moral high ground ინგლისურად ესეთი არის რომ შენ შეიძლება ადამიანი არ გეთანხმებოდეს მაგრამ მაინც ყურადღებას აქცევს როგორ ლაპარაკობს. განსაკუთრებით კონსერვატულ ქვეყანაში როგორც საქართველო არის, ზრდილობიანობა, კულტურა ეს უფრო ფასობს რა. აი ჩემი ნათესავებზე ხშირად მესმის, რომ აი მიტინგების კი მესმის, მაგრამ აი ესეთი ლამაზი გოგოები როგორც სიტყვებს ამბობენ. აი გასაგები არის, ნუ მაგას არ უნდა ჩაწვო, მაგრამ ესეც მოქმედებს ადამიანზე და თუ გინდა რომ ისიც შენი მოქალაქე არის და იმასაც უნდა დაარწმუნო, რომ შენი საქმე სწორი საქმე არის. ამიტომ იმისთვისაც გიწევს ცოტა რაღაც ადეკვატურობა და აკურატულობა. რა თქმა უნდა, რთული არის ყველა ადამიანს მოსთხოვა და 1000 კაციდან ერთი ვიღაცა შეიგინება გამწარებული და მარტო მაგას გამოაჩენა და ეგ იქნება სახე მიტინგი სამწუხაროდ. ეგრე მუშაობს დეზინფორმაცია და პროპაგანდა, მაგრამ მაინც უნდა იბრძოლო ამის წინააღმდეგ და ერთ-ერთი რაც შეგიძლია გააკეთო ტროლების წინააღმდეგ არის რომ გვერდში დაუდგე ვინმე ადამიანს ვინც შენ მიგაჩნია რომ კარგ საქმეს აკეთებს და სწორად აკეთებს. იმას ეხლა აი მაგალითად ისევე მე რაღაცა ძალიან ვაიმე რა საწყალი არ მინდა გამოვიდეს, მაგრამ აი კომენტარებში ძირითადად გინებები და შეურაცხყოფები რომ არის ჩემთან ერთი ადამიანი პოზიტიურ კომენტარს რო დაწერს იმის გარშემო იკრიბება ძალიან დიდი ყურადღება რომ აი ვიღაცა იტყვის რომ რატო აგინებთ ამ ადამიანს მე წამოვა რომ აი წესიერი ბიჭი არის შეიძლება არ ვეთანხმები რაღაცა აი ბოროტებას ისევე კარგის გაკეთებით უნდა მოერიო ხო აი გარი რა აუცილებელი რომ ტროლი რაც აი ხელოვნურად ბოტი არის შექმნილი ხელოვნური არის და მაგასთან აზრიც არ აქვს პოლემიკაზე ეს უნდა დაიგნორო ეს უნდა წაშალო მაგრამ თუ ნამდვილი ადამიანი არის უნდა ეცადო რომ რაღაცა მორალური მაღალი საფეხურით შეეკამათო შეიძლება ის ადამიანი ის ტროლი ვერ დაარწმუნო რომ შენ მართალი ხარ მაგრამ თავარი ბრძოლა მის წინააღმდეგ კი არ არის ის აუდიტორია ის ვინც წაიკითხავს ამ თქვენ კომენტარებს და გადაწყვეტს ვის დაუდოს გული რაღაც ვის ეგეც რაღაც არის ესეც საპორტი არის ესეც გვერდში დგომა არის ვის უფრო დიდი ციფრები ექნება საბოლოოდ მაგამდე დადის ხოლმე რა და ეს ხო კი ხო და აი ეგ არის ყოველთვის რომ აი კომენტარებში თუ გინდა რომ დაამარცხო ტროლები კარგი კომენტარები ზევით უნდა წამოწიო ადამიანი რომ გადავა პირველი ნახავს ყველაზე მეტი ლაიქები და კომენტარები რასაც გააჩნია ამიტომ ესეც აი სახლშიც რომ წახვალ და საქმეს რო არ აკეთებ და რო გონია რომ არ ხარ ჩართული შეგიძლიათ ინტერნეტ სფეროში ამ დეზინფორმაციას და ამ ტროლებს და ამ შეუტიოთ იმით რომ აი ან სიმართლე თქვა, ან პოზიტიური რაღაცა თქვა, ხო? არც ხო აი ეგეთი რაღაცები მორალზე უნდა აგდო, თორე თუ შენ გინებაზე გადახვალ, აი მან შენი დისკრედიტაციას ხდება და ისიც მოიგებს შენზე რა. ბოროტებას და ტროლები და ჭინკები და ქაჯები მე ერთი მინდა ჩავაგდო ქართულ თემატიკაში, რომ ესენი არ არიან ტროლები, ესენი არიან ჭინკები. მაჯლაჯუნები ჭინკები.
ჭინკა უფრო ქართული მითოლა. ეხლა მე ისტორიის და კულტურის მოყვარული ვარ და მინდა გავარცელო ქართული მითოლოგია და ფოლკლორი და აი მინდა მოგიყვეთ ჭინკებზე. ჭინკა ესეთი პატარა ბანჯგვლიანი გობლინისავე საშიში არსება არის, რომელიც რეალურად წიხს კრავდა მოერევი რა, ერთი ვერაფერს ვერ გიზავს. მაგრამ როგორ ამარცხებს ადამიანს? ტყეში, ღრეში, ბუჩქებში დაიმალება და ბუჩქებიდან დაგიძახებს რაღაცეებს. ხან შენი ნაცნობის ხმას მიიღებს, ხან ადამიანის ხმას, ხან ოი მიშველე, ან ძირითადად შეურაცხყოფებს დაიწყებს, შეგაგინებს, გაგამწარებს და ტყეში რო შეღო, ვინ მაგინებს, ვინ მაყენებს შეურაცხყოფასო, მერე ბუჩქებიდან დაგახტებიან და ერთად დაგესევიან. აი ზუსტად ესე მოქმედებს, ვისაც ტროლებს ვეძახით, ჩვენი ეს ჭინკები ერთად რამოდენიმე სხვა აკაუნტი რა სხვადასხვა გვერდი აქვს შექმნილი ხელოვნურად რომ შექმნან იმის ილუზია რეალურად რომ წაშალო ეს ბოტები გამოჩნდება რომ 20%-იც არ უწერს ამ სისტემას ხარს მაგრამ იმდენ ხელოვნურ აკაუნტს შექმნიან რომ მასიურად დაგესვათ და ჩოლებრივ ადამიანო შევადა კომენტარებში ნახავს რომ 100 კომენტარი არის და 100-დან 80 არის ლანძღო და გინება იფიქრებს რომ ეს ცუდი ტიპი არის მაგრამ ეს 80 გინებას რეალურად არის 2-3 კაცის გაკეთებული და აი ამ ჭინკებთან ბრძოლა ეგრე უნდა რა ჭინკები ტყიდან უნდა გამოიყვანონ და ბუჩქებიდან უნდა გამოაძრეონ და არჩევნო რომ ეს რაღაცა პატარა ბანჯგვლიანი უსუსური არსება არის. დიახ. გიდასტურებთ იმას რომ ტროლები როგორ შეიქმნა იქ არის ზუსტად პატიოსობაში როგორ აკეთებდნენ ტროლებს. შტაბის უფროსი მოვიდა და ხუთთან ამშრომელს უთხრა შენ ვიდეო სახელი და გვარი მოიგონეთ და შექმნით აკაუნტები. იმ ხუთმა ადამიანმა შტაბში შექმნა მე იმას კიდე უფრის პროცესს უთხრას კიდე ასე შექმნა და ასე დაიქცელა არის ეს არითმეტიკური და გეომეტრიული პროგრესიითაც ეხლა უკვე და ეს რაც ნახე გიდასტურებთ თქვენ ალბათ არის ის ხდებოდა კი შტაბის ხდება და აღშედა და ფაქტო ესე და ყოველ ალბათ ყველა შესაძლებელია შეკითხვა მაქვს ესეთი როგორ ვიყოთ იმედის საზმაუს გადაცემებს შენ უნდა ვუყუროთ თუ რომ ბრაზდებიდან ერებები მიშობა აღარ ვუყუროთ ანუ იყო ეს გადაცემა გუშინ შემთხვევით გადავდა სასამართლოზე ვიყავი დიდი აქცია და შემთხვევით გადავდა და ნახე რომ ხალბატონი არ ვიცი მეცხალები იქ შემსავი ვიღაცები იყვნენ არ ვიცი ვინ ისაფერი ყობა და ეს ის გარეშე არის ой მაშინ მართა აი მოგად მე რავდგები ახლა ცოტა ისეთი აბჯარში ვარ მე შეკითხვა აი პირიქით ეს შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში დეზინფორმატორი ტელევიზიები ვიცი ჩვენ ტელეიმედი და საზმაო რომელზეც ძალიან იშვიათად მაგრამ მაინც მიწევს ხოლმე გადართვა და მომიწია ესეთი ინფორმაციის ნახვა რომ 2 დღის წინ სასამართლო პროცესი რომ იყო მსახიობები იყვნენ მაშინ ჭანდოჩინაძის პროცესი იყო როგორც მოგეხსენებათ და ძალიან ბევრი ჩვენი მხარდამჭერი და მსახიობები ძირითადად შეიკრიბნენ დილიდან აქციაზე მეც ვიყავი და მეორე დღეს უყურე ტელევიზორში რომ ხალბატონი იყო გარკვეული ესეთი რაღაცა ექსტრავაგანტური შესახედავი ხალბატონი რომელიც სიტყვაში გამოდი ანუ ჟურნალისტმა ინტერვიუ გამორთა და უთხრა რომ შემი მიშა ეხლა ციხეში უნდა იჯდეს მიშა უნდა გაათავისუფლოთ ანუ ეს ქალი კონტექსტიდან ამოგლეჯენი მას ვეძახე ანუ ეს ტელევიზია საერთოდ მოწყობილი იყო რეალობას ადამიანები იყვნენ ადოჩინაძის და 11 პატრონის საქმე განიხილებოდა როგორც ვიცი და ამ დროს ვიღაც ქალი არ ვიცი სადაიჭერეს ეს ქალი საერთოდ სასამართლოს შენობა ტერიტორია თუ იყო ის სპეციალურად მოიყვანა შეიძლება თვითონ მოიყვანა მაგრამ ეს ქალი ისე არტისტულად გამოთქვამდა ხა მე სააკაშვილის მხარდამჭერები მინახავს ზვიადისტებიც მინახავს იმხელავა იმ ესეთი ასაკის ვარ სააკაშვილის ფანებიც მინახავს და ხა ბიზნეს ფანები რო არიან ესეთი არავინ აღარ მინახავს მაგრამ ეს ადამიანი მართლა არტისტულად ესე სარკეში დამუშავებული მანერებით ესე იგი მოითხოვდა რომ ისე გაეთავისუფლებინათ და ეს ალტინფო იყო საერთაშორისო ალტინფო ხო ტელევიზია კიდე ალტინფოს ხონდა გაშქებული ეს ქალი რომ ვითომ აი ეს ნახეთ საწყალიო ეს ქალიო ეხლა მიშას გათავისუფლებას ითხოვდაო და მე ჩემთვის იყო შეურაცხყოფელი იყო იმიტომ რომ მე გორიდან ჩამოვედი იმიტომ რომ დიღმის აქციაზე ვისულიყავი და რატომ აბრალებდი ეხლა მე რომ მიშას გათავისუფლებას ვიტყოდი იქ რომ ვიდე კი თუ აი ეს ხალხი რისთვის იყო ამდენი მსახიობი თავმოყრილი და თქვენ რას გვეთქვით ასეთ ტელევიზიებზე უნდა გადავთოთ საერთოდ და ხანდახან შევხედოთ თუ მე კომენტარი დავწერე იქ რა თქმა უნდა მაგრამ თუ დავაიგნოროთ და საერთოდაც ჩვენი ლაიქი ჩვენი დისლაიქით შეიძლება რომ იმას რაოდენობაში ეთულებათ სხვადასხვა ნახე ახალი პრეზიდენტის მაგვარი რო ყავთ ახლა ამათ კონცეფტს მაგისი მოლოცვა იყო და
35,000 იყო ზოგადად ციფრი ეწერა და რომ ნახე მე ნახევარზე მეტი დისლაიკი იყო და საერთოდ მასხარა თაგდება და დაცინვა და გაბრაზება იყო ამნაირი პრეზიდენტის ამათ რო პრეზიდენტის მაგვარი რო ყავთ ეს არაჟნის მაგვარი პრეზიდენტის მაგვარი და პრემიერის მაგვარი რო ყავთ და პარტიის საპატიო თავმჯდომარის მაგვარი უკვე ხო და მე ვფიქრობ რომ ეს ტელევიზიები არის ეს არის და გადასაწყვეტია უნდა ვუყურო თუ არ უყურო თუ ბოიკოტი გამოუცხადო თუ საერთოდ დავაიგნორო თუ რა გამოუცხადო ძალიან კარგი კითხვა არის და ნუ ბევრი მოსაზრება არის ამაზეც, მაგრამ აი ესეთ რაღაცას ვიტყვი. ყველაზე ძლიერი რაც გააკეთა იმედმა, რაც გააკეთა პოსტივიმ და რაც გააკეთა ალტინფომ, მაგათ ყავთ თავიანთი ლოიალური მაყურებელი, რომელიც თქვენ თუ ფიქრობთ რომ ვუყურო, არ ვუყურო, იმათმა უკვე დიდი ხნის წინ გადაწყვიტეს რომ ამათ გარდა არაფერს არ მოусმენენ, ამათ გარდა არაფერს არ უყურებენ და ეს არის მაგათი ბაბლი, დღესაც ეს ბუშტი, ამ ბუშტში არიან მოქცეულები და იმის იქით გახედვა აღარ უნდათ. და ეს რეალურად პოპულარული გახდება თუ არა, ხშირად ესენი დასპონსორებული არის. თქვენი ლაიქი დიდს არაფერს არ გადაწყვეტს, იმიტომ რომ ესენი ფულს იხდიან იმაში, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს. მე მიმაჩნია, რომ ისევე ახლა ტროლებად და ჭინკებად არ უნდა გადავიქცეთ, მაგრამ ისევე ჯობია, რომ მაგათ სივრცეში შევიდეთ და გავაგონოთ ჩვენი ხმა, ოღონდ ასევე ისევე კარგი იქნება, რომ ზდილობიანად, რომ აი მორალური მაღალი დონე დაიჭიროთ, რომ არ დაეცეთ მაგათ დონეზე რა გინებაში, მაგრამ აი თქვით, რომ აი ეს მე იქ აი მაგალითად თქვენ დაწერეთ ალბათ, რომ მე იქ ვიყავი, ეს ტყუილი არის, ეს ქალი საერთოდ არ შემხვედრია, რაღაც აბსურდი არის. შეიძლება ბევრზე არ იმოქმედოს, მაგრამ ის ერთი ადამიანის, რომელიც კომენტარებში თქვენსაც ნახავს, შეიძლება იმასაც ეჭი გაუჩნდეს, რომ ეს მართალი არის, არ არის მართალი. აი მოციქულების დონეზე ვინც არის დასული, რომლებიც აი კულტის დონეზე ყავთ ესენი აყვანილი, რომ იმის იქით ინფორმაციას არც გაიგონებენ და არც მიიღებენ, მაგათ მართლა ვერაფერს ვერ უშველი. მაგრამ არის ბევრი ადამიანი, რომელიც იქითაც არის, აქეთაც არის, ორივეს უყურებს, აი იმასაც მოусმენ, ამასაც მოусმენ. ამიტომ მაგათთვის მაინც აუცილებელი არის, რომ თქვენი ხმა გააგონოთ, მაგრამ თქვენი დისლაიკი და თქვენი ნეგატიური კომენტარი არც წინ წაწევს, არც უკან წამოწევს, იმიტომ რომ ძირითადად მაგათ ისევე დასპონსორებით შეუძლია წინ წაწევა. რომ დააკვირდა ძირითადად სპონსორ დაწერია, ამიტომ ფული გადახდილია, რომ თქვენთან და სხვა მაყურებელთანაც მივიდეს. მაგრამ აი ასე უნდა ვემოვმოთ, რომ დავიჭირ იმათ სივრცეში შევიდეთ და იმათ სივრცეში ისევე პოზიტიურად თქვათ ჩვენი სათქმელი. დიახ. ისედაც არ მიწყობს ხმა ხელს და ამიტომ ამით მოგესალმებით. პირველ რიგში კომენტარის სახით ვიტყვი ასეთ რაღაცას, რომ ქართველებს იმდენად მდიდარი ენა გვაქვს, ისეთი ლამაზი, რომ არც კი გჭირდება ოდნავი ბილწი სიტყვაც კი ვიხმაროთ მათ გასანეიტრალად. და მე მგონი ყველაზე კარგი ეს არის, რომ ასე ვიპოზიციონიროთ სოციალური ქსელები იქნება თუ ისე. ეხლა რაც შეეხება ახსენე შენ ასეთი შენობით. არა, ახსენე რომ ქართველები ვართო კონსერვატორები და ჩემი საზრით არ არის ასე და რატომ ძალიან მიყვარს დღევანდელი გარემო საზღვარგარეთ ხო ნაწილი რა თქმა უნდა არის და ხო აი მაგაზე და რატომ გონია რომ არ არის ასე და ვიტყვი ერთ ანდაზას რომელიც ძალიან მიყვარს ზოგადად ქართული ანდაზები გამონათქვამი ანეკდოტები ძალიან კარგად გვახასიათებს ვინ ვართ რა ვართ და შესანიშნავია და ვიტყვი ასეთ რაღაცას ასეთ ანდაზას თუ გამონათქვამს ერთი თხილის გული 9 ძმამ გაიყო erს რომელსაც აქვს ასეთი გამონათქვამი, ის როგორ შეიძლება იყოს ესეთი ღრმა კონსერვატორი და არ იყოს სოციალისტი, არ იყოს ლიბერალი. მე ამას უპირისპირებ ხოლმე, როცა მეჭვრენ, რომ აი შენ რატო არ ხარ კონსერვატორი. არა ვარ, იმიტომ რომ მე ეს რაღაცა სოციალისტური თანასწორობის პრინციპები და არ არის, ეს არის ჩემთვის ლიბერალიზმი, ეს არის ჩემთვის სოციალიზმი და ესეთები მგონია ქართველები ვარ და მგონია რომ ამითაც გადავჭით და ამაზე რა ხდება. კი ბატონო, აი მე ერთი პერიოდი ფიქრობდი ზუსტად მაგაზე და ესეთი დასკვნა გამოვიტანე, რომ საქართველო არ ცხოვრობს დღევანდელ დღეში. ერთი ფეხი აქვს წარსულში, ერთი ფეხი აქვს მომავალში. ან ყველაზე პროგრესიულები ვართ და ყველაზე, აი, ორივე მხარეს ვართ, წარსულს ჩაკიდებულები ვართ და მომავალზე ვოცნებობთ. იმიტომ რომ რეალობა სამწუხაროდ ხშირად არ გვიწყობს ხოლმე ხელს, ამიტომ ან ვფიქრობთ, რომ როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი წარსული და მომავალში რა გავაკეთოთ, იმიტომ რომ აი საქართველო უნიკალური არის, კიდე ბევრი რაღაცა არის ქართულ რეალობაში უნიკალური, მაგრამ ერთ-ერთი არის, რომ
ყველა სისტემა და ყველა წყობა გამოცადა ჩვენი ისტორიის განმავლობაში. ჩვენ ვიყავით პირველი სოციალისტური დემოკრატიული საზოგადოება, რომელიც არჩევნებით მოვიდა, იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც დაარსდა საბჭოთა კავშირამდე. ეს მენშევიკები იყვნენ უფრო პროგრესიულად მოაზროვნე, უფრო ლიბერალი მხარე, ეს რადიკალ კომუნისტების საწინააღმდეგო, სადაც აი დღევანდელი ევროკავშირი რაც არის, ის არის აი იმ ქართველი მენშევიკების ოცნება, სადაც დამოუკიდებელი ქვეყნები იქნებიან, მაგრამ ერთმანეთს დაუჭერენ გვერდზე, ერთმანეთს დაეხმარებიან. და დღესდღეობით კონსერვატიზმი და სოციალიზმი სამწუხაროდ გაერთიანდა აი დამახინჯებული ფორმით. ეხლა ქართული ოცნება წესით ფურცელზე წერი არის, რომ სოციალისტურ კონსერვატული და მთავრობა არის და აი ეს კონსერვატიზმი ძალიან არასწორად გვესმის ხოლმე როგორი არის სოციალიზმის ისიც ესეც, მაგრამ აი ძალიან უნიკალური არის საქართველო, რომელიც თან ყველაფერი გამოცადა, თან ყოველთვის პირველები ვიყავით ყველაფერში, ყველაფერს ვასწრებდით. ტრადიციების დაცვას არა, არანაირად არ აი მაგას გვაჯახებენ დღესდღეობით და მაგიტომ ეხლა ფაშისტ ლიბერალ ფაშისტებს რო გვეძახიან. აი როგორც კონსერვატიზმის, ისევე ლიბერალიზმის მამა არის ილია ჭავჭავაძე. ილია ჭავჭავაძე მუშაობდა არა იმის რა ქვია, არა რამე ძველის დასანგრევად, არამედ იმ ფუნდამენტალური ქართული იდეის თანასწორობის გასაღვივებლად, რომ სადაც ყველა ერთმანეთის სტოლი არის. ყველა საქართველოს მოქალაქე ერთმანეთის სტოლი არის და ამ იდეას უნდა გავყვეთ. ძალიან აი მე მაგაზე ვცდილობ, რომ აი ძველი იდეები, იმიტომ გამოვაცოცხლო, რომ იმხელა სიბრძნე და იმხელა ცოდნა გვაქვს, სამწუხაროდ მივიწყებული და დაკარგული და აი დღესდღეობით ერთ-ერთი ტრაგედია მე რასაც ხედავ, აი ეს მიტინგები ხო გადაიქცა როგორც თაობებთა ომში, მაგრამ ამ დროს აქ დიდი ან პატარიანად ყველა თაობა აქ არის, მაგრამ ეს დაპირისპირება სამწუხაროდ მეც დიდი ხანია ვგრძნობდი იყო, რომ აი ვისაც კონსერვატიზმი გონია საბჭოთა კავშირის დროინდელი დამახინჯებული ლოთობა და აი ღორად ქცეული ღიპიანი ჯემალას სახე და ამის შენარჩუნება უნდა, სადაც სუფრა არის ყლაპვა და სადღეგრძელოების ძახილი და მერე სადღეგრძელოს რასაც იტყვი ხუთი უარესის გაკეთება იმის იტყვი რომ აი სამშობლო მიყვარს, მაგრამ მერე აი ტყეში სუფრას გამართავ, იტყვი რომ როგორ მიყვარს ბუნება და სამშობლო და ყველაფერი ნაგავს დაყრი იქ და მე მოწამნავ შენი პარკები და შენი ცარიელი ცელოფნები. თუ გიყვარს და სადღეგრძელოს თუ ამბობ, სადღეგრძელო არის ლოცვის ერთ-ერთი ფორმა და თუ ამბობ რომ ძმაო გიყვარს შენი ბუნება, რაღაცა იზრუნე და ამის გამო ჩემი თაობა მე ხა წერებში არ მეტყობა, მაგრამ 27 წლისა ვარ და ძირითადად ხელა და ჩემზე პატარებთან მეგობრობ, რომლებიც უფრო პროგრესიულად მოაზროვნეები არიან, ვისაც ევროპა უფრო ახლოს გონია მაგათ პირად ცხოვრების სტილთან ვიდრე დღევანდელი საქართველო, რომლებისთვისაც რო დაინახავენ რომ ვინც ტრადიციებს იცავს, ვინც ქრისტიანობას იცავს და ვინც ძველ მორალს და ბჭყალებში ამ მორალს ბჭყალებში ვიძახი იცავს, ეს არის ლოთი უსაქმური, რომელსაც გაფუჭების და განადგურების და მოპარვის მეტი, აი ჰომო სოვიეტიკუსი რაც არის, ეს ადამიანი იძახის რომ მე ვარ ქართული ტრადიცია, ესეთ ადამიანს რეაქცია აქვს რომ მაშინ არ მინდა მე ეს არის ჩემთვის ეს ბაყბაღდევი და ეს ქაჯი და ეს ჭინკა არის ჩემთვის სიმახინჯე, მე ამას არ მივიღებ. ამიტომ ხდება რომ ბევრი ახალგაზრდა რომლებსაც მე რო ველაპარაკები და რო ვაცნობ რა არის ქართული კულტურა, რა არის ჩვენი ისტორია, რა სიბრძნე და საიდუმლოებები დევს ჩვენ ცნობიერებაში, გაფრთხნებული თვალებით მიყურებენ და მეუბნებიან რომ აგერ 22, 23, 30 წლისა ვარ და მთელი ცხოვრება საქართველოში გავიზარდე, ესეთი არაფერი არ გამიგია. მე ვიცოდი რომ ქართული ტრადიცია იყო ლოთობა, ქართული ტრადიცია იყო გინება და ქართული ტრადიცია იყო ვინც არ მოგეწონება ქუჩაში რო გადის, იმაზე ფურთხება. და ამ დროს რო გადახედა ჩვენი ისტორია, იმდენად განვითარებული და იმდენად პროგრესიული ვიყავით ცნობიერები და საზოგადოები. მაგრამ ამ საბჭოთა კავშირის რეალობამ ძალიან დაგხვია უკან. და ჩემი მისია, ხო. ხო. კი. აი რისი? კი. აი თაობების გაწყვეტის შედეგიც არის, ვინც ეს სოდნა უნდა შემოინახოს, ბევრს
აი ეს სულ მიკვირს ბაბუების და დიდი ბაბუების თაობა. მშობლები დაუხოცეს, რომლებსაც არ ქონდათ მაგათი აღზრდის საშუალება და აღზარდა სისტემამ. და სისტემის მორჩილები გაიზარდნენ და ეხლა დღესაც ბევრი მისტირის აი ამ დაკარგულ სისტემას, მაგრამ აი მე ჩემი ერთ-ერთი მისიად რაც მაქვს აღებული, რომ აი ამ ახალგაზრდა თაობას, ჩემ თანატოლს, რომელსაც გული უტკივა რა ქვეყანაში ცხოვრობს და ან გაქცევა ან სხვაგან უყურებს, იმიტომ რომ აქეთ რო გამოიხედავს, ხედავს ხრუშოვკას, ხედავს სიბინძურეს, ხედავს ქუჩაში ნაგავს, ხედავს ესეთ რაღაცას. მე მინდა მას დავანახო, რომ ამ ყველაფრის იქით არის ეს უძველესი ტაძრები, უძველესი ციხესიმაგრეები, იმის იქით უძველესი რაღაც, აი ჯიბით დავატარებ, მე გაჩვენეთ ესეთი რაღაცა, ხშირად მარიაჟობ ხოლმე. ეცადე, ეს არის შეიძლება არ ჩანს, მაგრამ ეს არის ბრინჯაოს ხანის მონეტა. ბრინჯაოს რგოლი არის 300,000 წლის წინანდელი. 300,000 წლის წინ ჩვენთან იყო უდიდეს დონეზე განვითარებული მჭედლობა და ტექნოლოგია. ჩვენი მჭედელი ქურუმები ამარაგებდნენ ხეთებს, ამარაგებდნენ შუმერებს, ამარაგებდნენ უზარმაზარ ცივილიზაციებს და სამწუხაროდ ბრინჯაოს ხანაში უფრო განვითარებული ვიყავით, ვიდრე დღეს ვართ. და ამ რეალობის დაბრუნება მინდა, რომ აი ძალიან დიდი განძი გვაქვს ჩვენ, მაგრამ აი დამახინჯებული ფორმით გადმოეცემა, რაც ქართული არ არის, იმას ქართულს ეძახიან და აი ამას უნდა ვებრძოლოთ და აი ჩემი ცხოვრების მისიად ეს მაქვს აღებული, რომ ეს რაღაცა მტვერი და ჭუჭყი მოვაცილო ამ განძს და ვაჩვენო, როგორც საქართველოს, ისევე უცხოეთზეც მუშაობ, ინგლისურად და ქართულად ვაკეთებ მე ვიდეოებს, სადაც ყვები ამჩვენ ისტორიაზე, კულტურაზე, რომ აი ყველაზე დიდი საგანძური საქართველოს გვაქვს ორი რაღაცა. ერთი ჩვენი ისტორია და კულტურა და ქართველი ხალხი, რომელიც ამ ისტორიას და კულტურას ქმნის. და აი ეს უნდა გავარცოთ, ამით დავიპყრობთ სოფლიოს ისევე რა. საბჭოთა კავშირმა დაგვიპყრო ჩვენ და განძად გვიყენებდა და იმდენი მეცნიერები, ხელოვანები, მეც მაგალითად მოვდივარ ხელოვანების ოჯახიდან, ბაბუა ჩემი არის ელგუჯა ბურდული. იყო განთქმული საქართველოში და საბჭოთა კავშირში განთქმული მსახიობი, მაგრამ დღესდღეობით აღარ არის სივრცე, რომ ბაბუა ჩემის თაობას და შემდეგ მის შვილების და შვილიშვილების თაობას, რომელიც მე ვარ, აღარ გვაქვს ის პლატფორმა და აღარ გვაქვს ის სივრცე, მაგრამ ევროკავშირში შევსვლა მაგალითად მე იმიტომ მინდა, რომ ეს მოგცემ სივრცეს, სადაც შეგვიძლია უფრო გავშალოთ ხელები და უფრო გავაცნოთ სოფლიოს რა მაგარი ტიპები ვართ ეს ქართველები. რომლებმაც 3,000 წლოვანი ისტორია დაწერეს და კი ბატონო, აი ჯიბით ვატარებ 3,000 წლის ისტორიას. 3,000 წელი ზარმაციელი დაწერა და შეუძლებელი 3,000 და კიდე მეტიც. კიდე მეტი. ჩვენ ახლა მე საერთოდ ვიდეოები მაქვს ამ თემაზე გაკეთებული, რომ წარღვნიდან მოვდივარ ჩვენ. ნოეს კიდობანი არარატის მთაზე კი გაჩერდა, მაგრამ აი პირველი ცივილიზაცია და დასახლება აქედან მოხდა. კავკასიელებს მთელი მსოფლიო თავს ევროპა და არა მარტო ევროპა, აზიელი ბევრი ხალხით, ცენტრალური და აღმოსავლეთ დასავლეთ აზიას, შუა აზიას, რასაც ეძახით. ესეც კავკასიიდან მოდის. ეს ბიბლიაშიც წერია, ყველა ვიცით ეს ცოდნა, მაგრამ სამწუხაროდ დაკნინდა და დაიგნორდა და აი ამაზე აი ესეთი საქართველოს გვინდა შევქმნათ რა, სადაც ძველსაც დავაფასებ და ავაღორძინებ, რამე კონსერვში კი არ ჩავდებ და აი შენ როგორ ლაპარაკობ, სულ აი ქართულად დიდი ხანი არ ვაკეთებდი ვიდეოებს და არ მუშაობდი, იმიტომ რომ სულ ეს ნეგატიური კომენტარები მომდიოდა, რომ რატო ეხები ამ თემას, შენ ვინ მოგცა ამის უფლება, ამაზე რატო ლაპარაკობ, ამას რატო ეხები და არ ვიცი ძმაო, როგორ უნდა მოხდეს ქართული კულტურის აღზევება და აღორძინება, თუ არ შეეხე, თუ არ გააკრიტიკე, ისე შეხედე, ესე შეხედე. აი მაგალითად ეს აბჯარი ჩემი გაკეთებულია ჩემი ხელით და პირველად რომ გამოვაქვეყნე, რომ ეს აბჯარი გავაკეთე, მარტო იყო ლაპარაკი, რომ არასწორი ფეხსაცმელი გაცვიაო. აბთენი რაღაცა კი ორი თვე რკინას ჭედავდი, ბურღავდი, მავთულს გრეხტი და აი არასწორი ფეხსაცმელი გაცვიაო. კარგი რა იცი. კაი. სოციალ აკაკი მაკაცარიან ბორდო შოუ არ YouTube-ზე ან ბევრი სხვა სახელები დიოსო. აი Facebook-ზე აკაკი მაკაცარიათი მომძებნით. და აი რა ვიცი, დეზინფორმაციას მე პირადად ვსვლობ ვებრძოლო ინფორმაციით.
ინფორმაციით, ცოდნის გამოცოცხლებით, ძვლის დავიწყებულის აღორძინების და ახალის მოყოლით, იმიტომ რომ მარტო ის კი არ არის რაღაცა მიწაში ეკეკო რაღაცა დაკარგული. შენს ამ საძირკველს, ამ ხელ უზარმაზარ ფესვებს უნდა დააშენო და აი ყველაზე მეტად რა მაღიზიანებს ეს უამრავი ცოდვა აქვს ამ ქართულ ოცნებას თავის ზურგზე. ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი ბოროტება აქვს გაკეთებული, მაგრამ პირადად ხელოვანი კაცი, რომელიც ისტორიაზე და კულტურაზე მუშაობს, მე იმაზე ვარ გაბრაზებული, რომ აი არავითარი რეალური მხარდაჭერა, არავითარი რეალური მუშაობა, ხელის შეშლა არის სერიოზული. 1 წლის წინ თუ 2 წლის წინ ახლა არ ვცდები, მე ყველა ვცადე მომეწყო პროტესტი იმის წინააღმდეგ, რომ კანონი მიიღეს, სადაც ყველაფერი, რასაც შეუძლია კანის გაჩხვლეტა, ითვლება ცივ იარაღად. ანუ თქვენი გრძელი თუ გაფრჩხილი და დაფხორჭნეთ ვინმე, უკვე ცივ იარაღის ტარებაში შეგიძლიათ დაგაბრალონ და ამ დროს ადამიანი ცივ იარაღით კი არა, აბჯრებით და ხმლების გამოჭედვაზე და ამ ყველაფერზე მუშაობ, ჩემი რესურსებით, აი კაპიკი ფული არ გამაჩნია და ხო, თოფი და ხმალი ჩვენი კულტურის ნაწილი არის და ეს ჩამოგვართეს თლიანად და აი მე რომელიც მჭედლობას ვწავლობ და მინდა სულ გამოფენებს ვაწყობ და ხალხს რომ გავაცნო ეს ყველაფერი, უცბად მეუნებიან რომ შენ გამოფენაზე რომ გახვიდე, შენ აბჯარში ახლა ხმალი თან არ მაქვს, მაგითო სპეციალურად რომ არ დამიჭირონ მაგაზე. იმიტომ რომ მეტყვიან რომ ეს აბჯარი არ არის ქართული სტილის აბჯარი და რაღაცა ქართული კულტურის ნაწილი, ჩოხა თუ გაცვიო შეიძლება ცივი იარაღის ტარება, მაგრამ ოღონდ ისიც მარტო თუ სადმე მიდიხარ. ესე ქუჩაში ვერ გაისერნებ ქამარხანჯლით. აი ეგეთ რეალობაში გვამყოფებენ. გვეუნებიან რომ კულტურას იცავენ, მაგრამ კულტურის განადგურების და დანგრევის მეტი. აი ახლა გამახსენდა პირველი რაც საყდრის აფეთქება. ეს იყო საყდრისი არის ძველი არა 5000 წლის წინანდელი ყველაზე ძველი ოქროს მაღარო. თვითონ ძეგლი უფრო ძვირადღირებული არის, ვიდრე რაიმე ოქრო რაც მან შეიძლება მოიპოვოს. მაგრამ იმდენად ფეხებზე ეკიდათ ეს ჩვენი კულტურა და ისტორია, წაართვეს კულტურული ძეგლის სტატუსი და მერე მთლიანად დაანგრიეს. აი ეს შეიძლება ხალხი შეიძლება მარტო ამის ანახავად ჩამოსულიყო. მთელი ტურისტული სხვა ტურისტულ ქვეყნებს რო გადახედავ, არაფერი არ გააჩნია და იმ არაფერზე აშენებენ ყველაფერს. 50 წლის შენობა არის ტურისტულ და რაღაც ისტორიულ ძეგლად შერაცხული და 5000 წლის წინანდელ ძეგლს, რომელიც ერთ-ერთი თუ ანუ ყველაზე ძველი პირველი ოქროს მაღარო მთელ მსოფლიოში ჩვენ გქონდა, სადაც შეიძლება ჩავსულიყავი და კიდევ უფრო მეტი ცოდნა და კიდევ უფრო გვეპოვა რომ შეიძლება 5000 წელი არა 6000 7000 8000 წლის წინანდელი არის არ გამორიცხავს არაფერი საქართველოში მიწას ფეხს რო გაკრავ საგანძურს წაარტყავ ფეხს მაგრამ ესენი დღევანდელი მთავრობა ბულდოზერით გადაულის ამ საგანძურს იმიტომ რომ რაღაცა 5 კაპეიკი გააკეთოს აი ეს არის ფარისევლობა ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ ვითომ იბრალებ რომ კულტურას და ქართულ ღირსებით უნდა შევიდეთ ევროპაში სად არის ღირსება რასაც ადამიანებს კადრობენ სად არის მორალი სად არის კულტურა არაფერი არ არის რასაც იბრალებენ აი მარტო შეგვიძლია აი ამ სიმართლის ლაპარაკით რომ აი ისენ თუ ყვირიან და ტყუილებს იძახიან ჩვენ ცოტა ხმამაღლად უნდა ვთქვათ სიმართლე და ვინმე თუ იტყვის აი ერთმანეთის ხარდაჭერით შეუძლებს მარტო ამ ილუზიის და ამ ტროლების და ამ ბოტების გარღვევას ცოტა ყელი ჩამეხლიჩა თქვენ თუ რამე კითხავთ და გაიხარეთ და რატომ ახლა ვარ მე 44 წლის და რა აღმოვაჩინეთ ჩემთვის ახალგაზრდები თუ დააკვირდებით სულ ლაპარაკობენ მომავალზე ლაპარაკობენ ჩემი ასაკის ხალხი აწმყოზე უფრო მეტად არიან ორიენტირებულები ჩემო კარგო ქვეყანა აწყო თუ არა გარწყავს მომავალი შენი აი მაგით იმიტომ რომ მე მოხუცებს სულ წარსულს ამიტომ არიან კონსერვატორებას ი სამწუხაროდ ეგ არის ნია აი კითხვა ქონათ მეგონი რომ მოხვიდეთ რომ სხვას გაიგოს
ტროლებთან დაკავშირებით რო იყო. ტროლებთან დაკავშირებით გქონდათ, მე მგონი თქვენ ხარ როგორ ვებრძოლოთო და Facebook-ზე არის ეგეთი ჯგუფი და რეპორტე და მოხალისეები გვჭირდება ყოველდღიურად უამრავ ტროლს პოულობთ და ვარეპორტებთ სხვადასხვა მიზეზებით და 6000 ადამიანია უკვე, მაგრამ უფრო მეტი უკეთესი იქნება. ქართულად და რეპორტერო ჩაწეროთ, ჯგუფი არის და კი, სხვათა შორის, მაგრამ ხო. კი, და არ დაიზაროთ ტროლები, უნდა დავამარცხოთ, იმიტომ რომ სხვანაირად ხო, აი ძალიან კარგი მეთოდი არის ეს. ნამდვილ ადამიანებთან კომუნიკაციას აზრი აქვს. კი ბატონო, აი ძალიან კარგი მეთოდი არის. ამათი წაშლა, ამათი დარეპორტება, ამათი ილუზიის გაქრობა რა ეს რაღაცა დაარეპორტე, ხო? აი დაარეპორტეში შედით, გაწევრიანდი და თავისუფალი დრო თუ გექნება და იპოვით რომელიმე ტროლს, ესე ერთიანად ვმუსროთ ტროლების და ჭინკებიც. რა ვიცი, კიდე თუ გაქვთ იმას კითხვა? აი მეც ხო მაგში. აი შეჯამებად რაც ვილაპარაკე, აი ძალიან ბევრ თემას მივედმოვედი და შევეხე, მაგრამ აი ესეთი რაღაცა დავიმახსოვრეთ აქედან, რომ დეზინფორმაციას ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ინფორმაციით, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ გვერდში დგომით, ესეთი ტროლები და ჭინკები უნდა დავარეპორტოთ, წავშალოთ, მოვიცილოთ და აი ძალიან რთული არის, რომ ვიღაცა რო გაგინებს და შეურაცხყოფას გაყენებს, მაგათანაც სიყვარულით ადამიანებთან, რა თქვა, ტროლებთან და ჭინკებთან და იუმორი, ზდილობი, აი მაღალი დონე უნდა დაიჭიროთ. ეს ქრისტეს ლოყის გაშვერა, ეს არის, რომ შენ რომ მესახეში გამარტყი, იმდენად ეფექტი არ ქონდა ჩემზე და იმდენად ვერაფერი ვერ დამაკელი, რომ აი მეორე ლოყასაც გიწოდებ, რომ აი ვერ მომერევი, ვერ დამავარცხებ და ვერ გამაშავებ. აი ამაზე ეს უნდა დავიმახსოვროთ რა. დეზინფორმაცია რუსეთის თავარი იარაღი არის დღეს. ჩვენ რო გვეუბნებიან ომი არ გვინდა, ომი არ გვინდა. ბევრი ესეთი პროპაგანდა ფრაზები არის, მაგრამ ომში ვართ. გლობალურ ომში ვართ. ეს მართლა გლობალური ომის პარტია არის რუსეთი. რუსეთმა მთელი მსოფლიო ჩაეთრია ინფორმაციულ, დეზინფორმაციულ სტილის ჰიბრიდულ ომში. სადაც ცხელი ადგილები ყველა ერთმანეთთან დაკავშირებული არის და ყველა ძალა იყენებს რომ დამალოს დღესდღეობით ტექნოლოგია გვაძლევს იმის საშუალებას რომ ყველაფერი გავაშუქოთ, ყველაფერი დავანახოთ. ვიღაცა სადმე აფრიკაში რამეს დააშავებს დღეს შეგიძლია საქართველოში ნახო. მაგრამ ეხლა რო აღარ შეუძლიათ ამის დამალვა, იყენებენ დეზინფორმაციას, რომ ეს ხელოვნური ინტელექტის შექმნილი, ეს დადგმული სცენარი, ეს ის არის და ამას უნდა ერთად ჯგუფურად ვებრძოლოთ და უნდა გამოიმუშაოთ იმუნიტეტი ამ დეზინფორმაციის წინააღმდეგ და უნდა დაეხმაროთ იმ ადამიანებს, ვინც გაურკვევლობაში არის ჩვენი ნათესავები, ოჯახის წევრები, იმათზე უნდა ვიმუშაოთ. ეხლა მთელ მსოფლიოს შეიძლება ვერ მოვერიოთ, მაგრამ ის ერთი ადამიანი, იმ ერთი ადამიანის აზრი და გული თუ შეცვალე, მანდაც დიდი მოგება არის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და გაიხარეთ. 2019 კი არა, ალბათ 2000 წელს ვიყავი გოში. გაიხარეთ. ელოდებით, შემდეგ ვიძიებოდეთ. ეს ამან მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. აი დავდებ. პოზიციაზე ვიყავი 2019 წელს გოში და გიჟაბული. უი, ხო. და საკრავი და აი სულ დადიოდა და მეც აი ცდილობ რომ მისი საქმე გავაგრძელო რა. და ძალიან მაგარი იყო. ეს გამიხარდა რომ მისი შვილი. დიახ, აი გამორთო ეს ჩემი. დიახ. სწავლა და ყველაზე რთულია, როდესაც